ისენაზე ამას რა ქვია, იცი? ცივი არახი. ვიცი. სული იქამდე სანამ ადამიანს არ მოყლა. თუ ადამიანი მოყალი, მე იქ დაწერე, რომ ცივი არაღით მოკვდაო. მოკლედ, რაც ადამიანი არსებობს, რო დაეცეს ვინმეს და თავში მოვდეს და მოკვდეს, ცივი არაღით გამოდის? ხო, არა, ეგ უბედური შემთხვევა გამოდის, მაგრამ თუ ეს გამოიყენე, თუ ყუით დაარტყი, გამოცო ბლაგვი არაღით. რაც ადამიანი არსებობს, მეგობრებო, გონება მოეცა, სულს დილობდა რომ რაღაცა დაემზადებინა. ყველაზე მარტივი იყო, ობსიდიანის დანებს აკეთებდნენ და ეგ მეც. ხო. მართალი იმის შემდეგ ძალიან მაგრა განვითარდით, მაგრამ აი ჩვენი ქოხი როგორ აგუგუნებს. ჩვენი ქოხიდან ამოსული ბოლი ათვოლ სამშობლოს წას. ხო და მინდა რომ რავი თუ გაინტერესეთ ყველა ვარიანტში მე მაინც გადავწყვიტე რომ ეგ ვიდეო ჩავწერო რა. ცივი არაღები მაქვს, ვიყენებდი ყოველთვის რაღაცა ხან ჯარიდან დამიგროვდა ზოგი მაჩოქე, ზოგი მე ვიყიდე, ზოგი ვიპოვნე და მინდა რომ ჩემ პატარა კოლექციასავი შემიგროვდა, არც ვეძახი მაგას კოლექციას, ოღონდ ჩემი გამოყენებული დანები. ბატონო დავით. შევიდეთ. ამ სულს აქ დავდებ. და ლუთოზე მუშაობს. მოდი დანები განვიხილოთ ბატონო დავით. მე ძალიან ცივი არაღის მოყვარული ვარ. დანები ამოვიდოთ და ყველაზე ნელა დიდი. განვიხილოთ. რავი მე რაცა. დაგეხმარო ამოლოდებაში. და დანები. გაიცა. ყველაზე პატარა დანა გქონია? დიდიც არის, პატარაც არის. გამომოთი. ის რა მაგარდანაა? დაგვიგროვდა ხო იცი? პატარა დანების. და ჯიბში. სუცი, დაბლა.